მოგესალმებით, თუკი თქვენ ახალ თვალს გვადევნებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალ პოლიტიკას რომელიმე პლატფორმაზე ხართ, რისთვისაც მადლობას გიხდით, განსაკუთრებით ამ ძიმე დროში მედიისთვის, რომელშიც ქართული მედიები ერთად აღმოჩნდით. დღეს მორიგ ინტერვიუს გთავაზობთ და კვლავ მე ვიქნები ზაზა აბაშიძე, რედაქტორი, ის ადამიანი, ვინც ინტერვიუს აიღებს ნიკოლოზ ხატიაშვილისგან, რომელიც ჩვენთან არის და მადლობას გადავუხდით მას სტუმრობისთვის. სანამ გადავალთ სხვადასხვა საკითხებზე, ვიტყვი, რომ ნიკოლოზ ხატიაშვილი წარმოადგენს პარტია ჯერ საქართველოს, რომელიც ახლად დაფუძნებული პარტიაა, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი იყრის თავს, თუმცა გარდა ამისა, მისი CV დახმძვრული არის ძირითადად სახელმწიფო სამსახურში მუშაობით, რაც ასევე უკავშირდებოდა მეტწილად საგარეო პოლიტიკას. სწორედ აქედან გამომდინარე, რეალ პოლიტიკისთვის საინტერესოა ნიკოლოზთან საუბარი და კიდევ ერთხელ მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა დაპატიჟებისთვის, მივესალმებით თქვენს გაყურებელს. მადლობა კიდევ ერთხელ. არაერთი საკითხი და კითხვა მაქვს მონიშნული ჩვენი დღევანდელი საუბრისთვის, თუმცა პირველი მინდა დავიწყო იმით, რითიც ჩვენს წინასწარმეტთან, ანუ მაჭავარიანთან დავიწყეთ საუბარი. ბევრი თუ არა რამდენიმე მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის მმართველობის ქვეშ ცხოვრობთ ჩვენ ახლა. ეს არის ვიღაც ამას ეძახის დიქტატურას, უკვე ვიღაცისთვის ეს არის ავტოკრატია, ვიღაცისთვის ეს არის რაღაც ავტოკრატიული ტენდენციის მქონე სახელმწიფო. ამავდროულად მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ გამოვაქვეყნეთ სულ ცოტა ხნის წინ სტატია, რომელიც პრინციპში ეხება ამ თემას და დაკავშირებულია და აქ მინდა ვთქვა, რომ ეს სტატია აი ამ ვიდეოს კომენტარებშია, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ და შეგიძლიათ გაიცნოთ, ჩემგან რეკომენდირებულია. აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია, რომ რაღაცა მოკლედ დავახასიათოთ სად ვართ და შემდგომ შეგვიძლია აქედან გავუყვეთ, ასე ვთქვათ, ბევრ სხვადასხვა საინტერესო თემას. დიახ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ავტორიტარიზმზე და ხშირად იხმარება ავტორიტარიზმი არსებული ხელისუფლების მიმართულებით, კარგი იქნება ხოლმე, რომ ამ ცნებას უფრო ფართო სპექტრში შევხედოთ, იგივე ისტორიულ ჭრილში, ხო? ზოგადად, ავტოკრატია არ არის რაღაც დღეს ან გუშინ შექმნილი ხედვა, ხო? ანუ არისტოტელესაც კი აქვს მოსაზრება ავტოკრატიულ სისტემასთან დაკავშირებით და ეს მოსაზრებები ჩვენ წელთაღრიცხვამდე უკვე არსებობდა არსებული ტიპის მმართველობასთან მიმართებით. თუმცა ყველა მმართველობის სტილს აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, რომელთა საშუალებითაც ასე ვთქვათ, ხდება იდენტიფიცირება თუ რა სისტემა მართავს სახელმწიფოს, ხო? დემოკრატიას რა თქმა უნდა თავის კრიტერიუმები აქვს, დიქტატურას თავის კრიტერიუმები აქვს, ნახევრად დემოკრატიას და თავის კრიტერიუმები აქვს და ავტორიტარიზმსაც თავის კრიტერიუმები აქვს. როდესაც ჩვენ საუბრობთ ავტორიტარიზმზე, ალბათ უახლეს ისტორიის კონტექსტში ჩვენ უნდა ორ ეტაპად დავმოთ ავტორიტარული სისტემები. ეს ეტაპები არის უფრო ვთქვათ ცივ ომამდე და ცივი ომის შემდეგ, როდესაც გლობალური გეოპოლიტიკური სისტემა მთლიანად შეიცვალა. რა თქმა უნდა, ახლა ამ ცვლილებებმა საბჭოთა კავშირის დაშლამაც გარკვეულწილად ავტორიტარული სისტემის ევოლუცია განიცადა და უფრო სხვა ფორმით გვხვდება დღევანდელ რეალობაში. მაგალითისთვის, თუ თქვათ ადრეულ აი იგივე ცივი ომის პერიოდში ავტორიტარული რეჟიმები ვყარდებოდა ძალისმიერად ან რაღაც დიქტატურული მეთოდებით ან სამხედრო გადატრიალების კუთხით, ხო? ანუ დღევანდელ რეალობაში თანამედროვე მსოფლიოში დიქტატურა და ავტორიტარიზმი შეიძლება აღმოცენდეს დემოკრატიული მმართველობისგანაც და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების. რაც არაერთხელ გვინახავს, ხო? კი, ძალიან ბევრჯერ გვინახავს და კი დღეს ჩვენ რუსეთს უყურებთ როგორც თქვათ ავტორიტარიზმის ერთ-ერთ მთავარ წყაროს მსოფლიოში, მაგრამ რო შევხედოთ ისტორიას, აი პუტინის პირველ წლებს, ხო? ჩვენ დავინახავთ, რომ პუტინიც თამაშობდა გარკვეულწილად დემოკრატის როლს და პირველი წლების განმავლობაში ძალიან ლიბერალური აზროვნებით გამოირჩეოდა და ყველას ეს ძალიან უყვირდა. ასევე 90-იან წლებში ცხოვრობდა, როდესაც რუსეთში ძალიან ძიმე სიტუაცია იყო. კოზირევის პერიოდში რუსეთს ძალიან პროდასალური პოზიციები ეჭირა, მიუხედავად იმისა, რაც ხდებოდა ქვეყნის შიგნით. და პუტინის შემთხვევაში ხო, ანუ ჩვენ მივიღეთ, ასე ვთქვათ, დემოკრატია რაღაც აღმოცენების გზაზე თითქოს, რომელიც მე
კვეთრად შეიცვალა და უკვე გარდაიქმნა ისეთ სისტემად, რაც დღეს რუსეთში არის. პრინციპში მან თქვა შეგვიძლია იმის თქვა, რომ პუტინი უფრო მეტად თამაშობდა და იყენებდა ამ ფაქტს. თამაშობდა, რა თქმა უნდა, ხა. ცოტა სხვა საკითხია, მაგრამ ამაზე სიამოვნებით ხოლე გადავიდეთ. რაც იყო ელცინის რუსეთი, თავიდანვე სხვა მოსახლეობებში წაიყვანა. რა თქმა უნდა, კი ბატონო და აი დემოკრატია ვახსენე, დემოკრატიის პირობებში ავტორიტარიზმის ამოცანება, აქაც მე ორად გავყოფთი ამ სისტემას არის შეფარული დემოკრატიები, ანუ რასაც ეს პუტინის კონტექსტი გულისხმობდა, არსებობს რეალურად დემოკრატიული რეჟიმები, რომლებიც დროთა განმავლობაში გარკვეულწილად ხიბლში შედიან მართლობის და უკვე იზოლებულები ხდებიან, იმდენად მიჯაჭულები არიან, იგივე რაც კორუფციულ სქემებში, იმდენად მიჯაჭულები არიან ძალაუფლების მიმართ და ასე შემდეგ, რომ ავტომატურად ისინი ბუნებრივად გადადიან ავტორიტარული რეჟიმისკენ რა. ამ ფასადს აღარ იყენებენ იმდენად, რამდენადაც ის მეორე ტიპის ზაგრობი. რეალურად მე რეალურად შეიძლება აი, როდესაც დემოკრატიულად აირჩიეს სიტყვაზე ხელისუფლება, თავიდან ალბათ დემოკრატიული რახვები ჰქონდათ, თუმცა დროთა განმავლობაში აი ეს სრული ფრაზა არის, რომ ძალაუფლება რკვნისო, ხო, ანუ აი ამ მოცემულობაში ხო, ანუ ეს ნელ-ნელა ეს პროცესი ნელ-ნელა რაღაც დამოკიდებულებას იწვევს და ეხლა ძლიერ დემოკრატიებში რა თქმა უნდა იცვლება ხოლმე ხელისუფლებები და ეს არის დემოკრატიის ერთი წამალი, როდესაც თქვა 12 წლის განმავლობაში შენ არ ყავს ერთი ხელისუფლება, ხო? და ამ შემთხვევაში, როდესაც აი უხანგრძლივდება ერთ იგივე დემოკრატიულ ხელისუფლებაში ყოფნა, ნელ-ნელა ხდება დეგრადაცია მმართველობითი სისტემის და შესაბამისად ის ნელ-ნელა გარდაიქმნება ავტორიტარულ რეჟიმად. აი ამ ნაწილში პრინციპში და სანამ გავაგზავნებთ საუბარს, შეგვიძლია თუ არა იმის მხარე აპოზიციაც არის მეტნაკლებად დომინანტური თუ არა პოპულარული, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაც გავსავთ ბევრი სხვა ხელისუფლებისა პრინციპში კანონმდებლობით აღრჩობს საკუთარ ოპოზიციას და ეს არის ის აი თითქოს ფასადური დემოკრატია, როცა ერთი შეხედვით ყველაფერი გაქვს ადგილზე, მაგრამ აი ის დამცავი მექანიზმები, რაც დემოკრატიას უნდა იცადოს, იქნება სასამართლო, იქნება დამოუკიდებელი ინსტიტუტები, სინამდვილეში პარტიას ემსახურება და აქედან გამომდინარე დემოკრატია ჩამოშლილია სინამდვილეში. აი ამ ტიპის თანამედროვე ჰიბრიდული ავტორიტარიანი სისტემა მე ვიტყოდი ამას დღევანდელი ხელისუფლების მართლობით სისტემას მე უფრო შევადარებდი კონკურენტულ ავტორიტარიზმს. სტივენ ლევიცკის წიგნში ძალიან კარგად არის აღწერილი ის სპეციფიკური რაღაც მიმართულებები, კრიტერიუმები, რომლებიც ახასიათებს ასეთი ტიპის რეჟიმს. ანუ რეალურად კონკურენტული ავტორიტარიზმის პირობებში ქვეყანაში არ არის სრული ავტორიტარიზმი, სრული დიქტატურა, მაგრამ არც არის დემოკრატიული სისტემა და რაში მდგომარეობს ეს, ხო? ანუ ყველა ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არის. თუ ოპოზიციაც ასე თუ ისე ფუნქციონირებს ქვეყანაში, ოპოზიციური და კრიტიკული მედიაც არსებობს ქვეყანაში, თუმცა პრობლემა არის ის, რომ შექმნილია საკანონმდებლო სისტემა, რომელითაც შერჩევითაც შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ან მედიას შეეუქმნა პრობლემები. ასევე აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემო. საარჩევნო გარემო კანონმდებლობის დონეზე არსებობს, ფორმალურად არჩევნები სტარდება, თუმცა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს ეს და ამ შემთხვევაში ოპოზიციის გამარჯვების შანსი მინიმუმამდე არის დაყვანილი. თუმცა ასეთ რეჟიმებშიც ხო, ანუ ხდება ისეთი მომენტები, როდესაც მეგულისხმობ კონკურენტულ ავტორიტარიზმს, როდესაც ოპოზიციას წარმატების შანსი აქვს. აი ხა აქ მინდოდა მეთქო სანამ გააგრძელებთ, რომ ასეთ რეალობაში პირადად თქვენს და თქვენმა პარტიამაც გადაწყვეტეთ, რომ გახდეთ ოპოზიცია და შეხვიდეთ პოლიტიკაში. ერთის მხრივ თავად ვამბობთ, რომ პრინციპში ძალიან დაბალია ოპოზიციის წარმატების შანსი და მეორე მხრივ დგავთ ასეთ ნაბიჯს და პრინციპში რისკს იზრდებთ. ხო აი თუნდაც იმ ჩარჩოდან, რადგან ვისაუბრეთ და მათ შორის აი პერსონალური ხედვიდან გასაგებია ერთის მხრივ პრინციპში ივანიშვილის ხელისუფლებას სხვადასხვა ტერმინოლოგიით თუ სხვადასხვა ასე ვთქვათ ჩარჩოებით პრინციპში ბევრი რა ახასიათებს საქართველოში, მაგრამ თქვენ როგორ ხედავთ ამ შემთხვევაში თქვენი პარტიის და პირადად თქვენი პოლიტიკური მომავალით საინტერესო არის აი ამ ვითარებაში ოპერირებას და ნუ ჩვენ ყოველი ჩვენი ნაბიჯი გააზრებული გვაქვს და ჩვენ ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი დაფიქრების შემდეგ მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, ასევე მათი აი მარტივად რო ვთქვათ, ყველას თავის აგური დაუდია ქვეყნის განვითარებაში და რეალურად ჩვენი გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ
გქონდეს ამბიცია, რომ რაღაც გავაკეთოთ ქვეყნისთვის, ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ და რეალურად ჩვენ ვიცით რა ჭირდება ქვეყანას, იმიტომ რომ ბევრი ჩვენთაგანი შიგნიდან მუშაობდა საფრანგეთის სისტემაში, ხედავდა იმ ნაკლოვანებებს, იმ გამოწვევებს, რის წინაშე დგას ქვეყანა, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი იყო ჩვენ ქონდა ამის გადაჭრის ასე ვთქვათ იდეებიც, თუმცა იმ მომენტში არ იყო ამ იდეების განხორციელების საშუალება. თითქმის ყველა მიმართულებით ყავს ჩვენ ადამიანი, ვინც ვთქვათ კომპეტენტური ამა თუ იმ საკითხებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რაც განგვასხვავებს ჩვენ არის ის, რომ ჩვენ თითოეულ მიმართულებაზე წარმოვადგენთ უკვე ჩვენი კონკრეტული ხედვები. ანუ როგორ ხედავთ სიტყვაზე საგარეო პოლიტიკას მომავალში, როგორ უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა შემუშავდეს, იგივე ვთქვათ ბიზნესი, ეკონომიკა, ხო, ანუ როგორი გარემო უნდა შეიქმნას, იგივე ვთქვათ ბიზნეს კონკორდატის ინიციატივა არის ჩვენი, კონკრეტულად გაწერილი, სადაც საუბარია როგორ უნდა მოხდეს ბიზნესის მაქსიმალური დამოუკიდებლობა, როგორ უნდა იყოს დაცული ის რაიმე სახის სახელმწიფო ჩარევებისგან და როგორ უნდა წახალისდეს, რომ მან უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს საერთო დოვლადს, რასაც ქვია საქართველოს ეკონომიკა. აი ამ კუთხით ჩემთვის საინტერესო არის და საინტერესო ბევრი საკითხი რაც ჩამოთვალეთ და პრინციპში, როდესაც რესპონდენტი არის ხოლმე ადამიანი, ვინც პოლიტიკაში არ არის, უფრო მარტივია მასთან საუბარი იმ კონტექსტში, რომ მარტივია ყველა გააკრიტიკო, ხო, შენ პოლიტიკაში არ ხარ და მეც ხშირად ადამიანები, ვისაც ვაკრიტიკებ, მეუბნებიან, რომ მაშინ ამ სიტუაციაში მე წადი შენ ოპოზიციაში და რას გააკეთებ, ნახავთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ჩემსაც მაინც არ ვიშლი და ჩემი ესეთი შეხედულება არის აქამდე, რომ ერთია, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, მაგრამ მეორე არის ის, რომ პრინციპში ბევრი ჩავარდნა თუ აი არასწორი ნაბიჯი თითქოს ციკლურად მუდმივად იდგმება ეს ზოგადად პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან. შეიძლება ვიღაცა ერთიან ორი ამაში არ მონაწილეობს, მაგრამ აი ადამიანი რო ჩართავს ტელევიზორს თითქოს ხედავს აი ამ ერთი და იგივეს, რომელიც არ სრულდება. მათ შორის თუნდაც აი საგარეო პოლიტიკის თემაზე, როდესაც საუბრობთ, ჩემი პირადი შეგრძნება რომ იყო იგივე თუნდაც სამშვიდობის საკითხზე ესე ფართოდ აღებულმა ოპოზიციამ დააგვიანა ამაზე საერთოდ საუბარი და ხელისუფლებას 2-3 წელი ეკარტუანში ქონდა და პირდაპირ ძალიან მარტივად გავიდა. სხვა საკითხები ხა მათ შორის თუკი 2018-2019 წელს რაიმე რომელიმე უცხოური ასე ვთქვათ ინსტიტუციის ამ პოლიტიკოსის განცხადებას თუ რაღაცა უფრო დიდი მნიშვნელობა ქონდა, დღეს უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი არის და ასე შემდეგ. ანუ მაგრამ მაინც ხანდახან ეჭვი მიჩნდება, რომ თითქოს ვიღაცები აგრძელებენ აი ძველ ალგორითმში ცხოვრებას და ახალ რელსებზე ვერ გადავიდნენ. ანუ ხედავთ თუ არა ამას თქვენს და აი ფიქრობთ თუ არა, რომ ერთია ივანიშვილის ხელისუფლება, რომლის დახასიათებაც უკვე ყველა შეუძლია, მაგრამ აი აქეთ ხარეს ზოგადად თქვენ თავის საოცრად თქვენ პოლიტიკურ პარტიაზე ხართ პასუხისმგებელი, მაგრამ არის თუ არა რაღაცები შესაძლებელი, რომ აი ეს რაღაც პოლიტიკური განახლება და ახალი ენერგია და სწორი სტრატეგია იყოს შემუშავებული ფართო საკითხებზე, აი დიდ საკითხებზე, მშვიდობა, საგარეო პოლიტიკა და ასე შემდეგ. ხო, ძალიან კომპლექსური საკითხია. ბოდიში ხო არის მივეღოვებით, ამიტომ გავცე პასუხი. პირველი ის, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ხელისუფლების ძალაუფლებაზე და მის ასე ვთქვათ, სიძლიერეზე, ხო, ანუ რა უნდა დავსვათ კითხვა, რა არის მისი დღეს, მისი ძალაუფლების წყარო, ხო, ანუ რეალურად ეს არის შიში, ეს არის პოლარიზაცია, ეს არის საზოგადოების დაგსაქსულობა, ეს არის პროპაგანდა, რაზეც დგას და ეს არის ობდათქმულა ოპოზიციის სისუსტე, იმიტომ რომ რეალურად ოპოზიციას ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად ჰქონდა არაერთი შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა, თუმცა სწორი სტრატეგიით შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული ცვლილებების შემოტანა. თუმცა პოსტ 28 ნოემბრის მოვლენები რო ავიღოთ, ხო, ანუ იქ რო ცოტა სხვა სცენარი და სხვა სტრატეგიით ემოქმედა ოპოზიციას, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა რაიმე სახის მე არ მთავრობის ცვლილებას, მაგრამ თუნდაც ის რომ შეცვლილიყო კანონმდებლობა გარკვეულწილად, თუნდაც ის რომ არ გადადგმულიყო მეტად რეპრესიული ნაბიჯები და ასე შემდეგ, ხო? მე ვფიქრობ, რომ დღეს და ზოგადად ეს პრობლემა ეს ერთიანობის, ერთენაზე საუბრის არ არის დღევანდელი, ანუ 90-იანი წლებიდან გამოლებული ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აი მაგ შესაძყვი სიტყვას ვერ პოულობ ხოლმე, მაგრამ აი პოლიტიკური ალღო ალბათ რაღაც ასეთი პოლიტიკური აზროვნება, რა თქმა უნდა, თქვენ თაობებზე ისაუბრეთ, ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ კულტურაში და ზოგადად ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში, იმიტომ რომ ზოგადად დემოკრატიულ სისტემებში აი ძველი თაობის პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ თავის ცოდნა გადმოსცენ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს და მაქსიმალურად ხარში უდგიან და მაგათივე ინტერესებს შეერენ, რომ ახალი თაობები გამოზარდონ. თუმცა საქართველოს კონტექსტში ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ ხედავთ ტენდენციას, რომ
ასე თქვა, ძველი თაობის პოლიტიკოსები, ახალი თაობის პოლიტიკოსებს არა თქვა, მოკავშირეებად განიხილავთ, არამედ კონკურენტებად განიხილავდნენ რა და ასეთი მიდგომის პირობებში პოლიტიკური განვითარება და ზოგადად პოლიტიკური გაჯანსაღება შეუძლებელი. აქ მეორე საკითხიც არის, პრინციპში კიდევ ერთი პრობლემა ალბათ რაც არის ის, რომ მერიტოკრატიის პრინციპზე ძალიან ცოტა პოლიტიკური, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციური ინსტიტუცია არის დაფუძნებული. აქედან გამომდინარე ეს გენერირება ახალი თაობის პოლიტიკოსების არც კი, ანუ მარტო ოპოზიციაზე არ მოხდა. ზოგადად მაქვს იგივე მართველი გუნდიც რო ავიღოთ, ხო? ნუ მარტო ოპოზიციაში საუბარიც არ არის. დღეს ამ ხრივ მე ვხედავ რომ გარკვეულწილად შეცვლილია სიტუაცია. დიდი აქცენტი კეთდება ახალ პოლიტიკოსებზე და ახალ თაობებზე, თუმცა ეს არ უნდა იყოს რაღაც ერთჯერადი და მოკლევადიანი მიდგომა, ეს უნდა გაგრძელდეს და რეალურად ასეთი მიდგომით დიდი წვლილი შევა ღიანად საქართველოში პოლიტიკური ასე ვთქვათ, კულტურის და ზოგადად პოლიტიკური გარემოს განვითარებაში. რაც შეეხება თეორიულ გარემოს, ჩვენ ვთვლით, რომ პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას, ეს უნდა მოხდეს საერთო იდეის კონსოლიდირება, საერთო იდეის ირგვლივ კონსოლიდირება. და ამ იდეის დახმარებით პოლარიზაციის შემცირება. ეს პოლარიზაციაც რეალურად არის რაღაც მითიურად შექმნილი საკითხი, რასაც ხელისუფლება იყენებს თავისი პროპაგანდისთვის და რეალურად ამ პოლარიზაციის საშუალებით ის ცდილობს ელექტორატულ მობილიზებას. თუ ჩვენ შევძლებდა პოლარიზაციას დავწერთ, პრინციპი ხო ესე არის, რომ ერთხელ ეს არის, თქვა, სიტყვაზე მოსახლეობის ნახევარი, მეორე ნახევარი და ასეთ სხვადასხვაობის გამო არის პოლარიზაცია მათ შორის. ჩვენ თუ მოვახერხეთ და აი ამ თასიდან, ასე ვთქვათ, თასს დავუღებ, გადმოვკაჩეთ ადამიანების დიდი ნაწილი და დაახლოებით მოხდა ისე, რომ აქეთ მხარეს რჩება უმცირესობა სიტყვაზე 25% ან 30%, აქეთ 70 ან 75. ეს პოლარიზაცია ძალოვნებურად შემცირდება უკვე და ხელისუფლებას ასე თქვა გამოეცლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რეალობა გვაქვს ისეთი, რომ ხელისუფლებას ჩარჩოარი რომ არსებობენ ისინი და ხალხი და არიან მტრები. მათ შორის ახლა ეს მოდელი რაც თქვენს ნაშრომშიც სტატიაშიც იყო, ხო, ეს ლოგიკა არის იგივე არის რუსეთშიც. ხო, ანუ პრინციპში თქვენს, როდესაც კიდევ უფრო აქტიურად დაიწყებთ პოლიტიკაში, უკვე აქტიურად ხართ, მაგრამ კიდევ უფრო აქტიურად შეხვალთ, თქვენს ავტომატურად გახდებით მტერი და იმ რაღაც უბრალო ქართველის მოწინააღმდეგე სახეხატება. უკვე არ გვაკლია ეს. კი, მაგრამ წინ კიდე ვის არის, ასე თქვა, სამწუხაროდ შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავებულიც იყოს. აქედან გამომდინარე, აი ეს რეალობა არის, ის რეალობა, რაშიც მოგიწევთ აი ამ პოლარიზაციაში. ზუსტად ამ პოლარიზაციის შემცირებისკენ თუ მოხერხდა ერთიანი იდეის მე არ გულისხმობ ყოველთვის როცა გაერთიანებაზე საუბრობ ხოლმე რატომაც გონით რომ სტრუქტურულ გაერთიანებაზე მინდი საუბარი რომ ერთიანი რაღაც სია გაკეთდეს ერთიანი პლატფორმა და ასე შემდეგ არა აქ საუბარი არის უბრალოდ იდეაზე როდესაც მოხდება საზოგადოების გაერთიანება საერთო იდეის ირგვლივ ხო და იმ ადამიანების აქეთ გადმოქაჩვა ვისაც რეალურად ცვლილებები უნდა შეიძლება იმ ადამიანს არც ერთი პარტია არ მოწონდეს მაგრამ ცვლილებები უნდადეს და ეს ლოგიკურიც არის მათ შორის ქართული ოცნების ამორჩევლებში ბევრი ადამიანი არის, ვისაც უნდა ცვლილებები, ვინც არ არის ბედნიერი ამ ხელისუფლებით, თუმცა მაინც აძლევს ქართულ ოცნებას, ხო, ალტერნატივა არ არის. ასევე, სტატუს quo ლოიალისტებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, არიან ადამიანები, ვისაც ამ ცვლილებები შიში აქვს, იმიტომ რომ გონიათ, რომ მათ კომფორტ შეექმნებათ პრობლემა, თქვა, ისინი დაკარგავენ სამსახურს ან იქ პოლიტიკური ვენდეტა მოხდება ვიღაცეებზე და აი ეს არსებული სტატუს quo დაირღვევა ეს კომფორტ ზონიდან გამოსვლა მოუწევდა. აი სწორედ ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის რომ აი ამ ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია იმისთვის რომ დავანახოთ რომ ცვლილებების შემთხვევაში არა თუ მათ რაიმე საფრთხე შეექმნებათ, არამედ ისინი ზოგადად ქვეყნის განვითარების პროცესების ნაწილი გახდებიან თანამონაწილეები. ნიკა, თქვენ ის იშვიათი ადამიანი ხართ, ვინც წამოხვედით საჯარო სამსახურიდან პროტესტის ნიშნად. თუმცა არის ბევრი ადამიანი, ვინც დარჩა და ერთი წამით რო გამოვიწვია მორალური ნაწილი. პრინციპში თუ გიხარ შენ ასეთი ადამიანი და ნაკლებად ხარ მაინც ხელისუფლების ხარდაჭერი. უბრალოდ შენი რაღაცა თქვა პირდაპირ ფინანსური ინტერესები არის, რის გამოც აგზავნებთ საქმიანობას. ძირითადად აი 20-24-ის შემდგომაც და იქამდეც რაც გესმის პირველი არის ის რომ თუ კი სხვა პარტია მოვა შენ ბუდიში და შეიძლება პანჩური ამოკრან და გამოგავდონ სამსახურიდან ანუ აი სტრატეგიებზე როდესაც ვაპარაკობთ აი რამდენად სრულყოფილი და დახვეწილი იყო აქამდე მათ შორის იმ ადამიანებთან კომუნიკაცია ვიზაც ახლა თქვენ საუბრობთ ჩემი შეგრძნებაც და დაკვირვებაც არის ხომ ხო სხვა ქვეყანაში არ ვცხოვრობ და არ ვითამაშებ აქ ნეიტრალური შოუს მე ვფიქრობ რომ ამაზე აი აქამდე პრინციპში ძალიან არასაკმარისად იმის ნაცვლად რომ შენ мотиваცია მიცე მაგალითად საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს ხმა მოგცენ შენს
შენ ამის ნაცვლად ძირითადად შენ რაღაცა გარშში ტოვებ და იქით ბანაკზე სამუდამოდ დასარჩენად წირავ. კი, აი ზუსტად ეგ არის გამოწვევა და ის მესიჯები რომ აი მოვალ და ყველას გავუშვებ სამსახურიდან ეს არასწორი მესიჯებია, იმიტომ რომ საჯარო სამსახურში ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი პროფესიონალი დღემდე არის დასაქმებული, უბრალოდ იგივე ზოგი ოჯახური პირობების გამო, ზოგი სხვა მიზეზების გამო, ზოგს ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ფინანსური საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში. ვერ ახერხებენ წამოსვლას, თუმცა არ არიან მომხრეები, რა თქმა უნდა, მართველი პარტიის და სწორედ ამ ადამიანებზე აქცენტი გასაკეთებელია და იმათ უნდა ვანახოთ, რომ ის ადამიანები, ვისაც არაფერში არ მიუძღვით წვლილი და ისინი კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავის საქმიანობას, ხო, მაგრამ არ უნდა შეექმნათ რაიმე საფრთხე, იმიტომ რომ როგორც ისინი არა პარტიას, არამედ ქვეყანას ემსახურებიან და ყველა ადამიანი, ვინც ქვეყანას ემსახურება და ავტომატურად უნდა გააგრძელოს, ზუსტად ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის ხედვა, რომ ქვეყნის განვითარება უნდა იყოს დაფუძნებული თანამონაწილეობაზე და ნებისმიერი ადამიანი არა მხოლოდ საჯარო მოხელე, ნებისმიერი მოქალაქე, ეს არის სწორედ დემოკრატიის არსი, უნდა იყოს ჩართული ქვეყნის განვითარების პროცესებში. თითოეულ ადამიანს ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა კონდეს იმის საშუალება, რომ გამოავლინოს თავისი ნიჭი იქნება თუ ალღო იქნება თუ სხვა რამე, ხო, რომ თავის წვლილი შეიტანოს და თავისი აგური დადოს ქვეყანაში. ეს არის სწორი მიდგომა, ეს არის დემოკრატიული მიდგომა და საბოლოოდ ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ აი ასეთი მიდგომით ქვეყანაში გავაძლიეროთ სამოქალაქო ნაციონალიზმი. ხა ეს დემოკრატიული სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის, როდესაც ჩვენთან ქვეყანაში ძლიერია სამოქალაქო ნაციონალიზმი, საბოლოოდ ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ, ჩვენ უნდა გარდავისახოთ, ასე ვთქვათ, კულტურულ ეთნიკური ერიდან ერთ სახელმწიფომდე. აი ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერი, ხო, პოლიტიკური ერის ცნება, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ჩავოყალიბდით ძლიერ ერად, ხო, ანუ განუხრელო ჩვენი არ აქვს მნიშვნელობა ერი შედგება ერია თანამედროვე ერი არ არის რაღაც ეთნიკური გაერთიანება, ეს არის მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ჯგუფი, რომელსაც ერის სტატუსი აქვს და რომელიც სამოქალაქო სუვერენიტეტი არის დაკავშირებული. ამერიკის მაგალითი რო ავიღოთ, ხო, ანუ ეს არის ერი მრავალეთნიკური, მრავალკულტურული და შესაბამისად ის ძლიერი არის თავისი სამოქალაქო ასეთო პოზიციით. აი ამ კონტექსტში და ცოტათი საგარეო პოლიტიკასაც რო დაუბრუნდეთ, ხა ძირითადად ჩვენი საკითხი არის ხოლმე და ფოკუსი რამ ბევრი განსხვავებული ჯგუფისთვის და პრინციპში ყველასთვის განსხვავებულად, მაგრამ რუსეთი არის ის საკითხი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ იქნება რუსეთთან ურთიერთობა, როგორ იქნება რუსეთის მიმართ ზოგადად პოლიტიკა, ეს გადამწყვეტი არის მათ შორის ხმის მიცემის კონტექსტში. პრინციპში ჩვენ ბოლო 14 წლის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით 2022 წლის შემდგომ ქართულმა ოცნებამ რაღაც რადიკალური ფორმულა შემოგთავაზა რუსეთთან ურთიერთობის, რომელსაც ყოველდღიურ პროპაგანდაშიც იყენებს და პრინციპში ამასაც ეფუძნება დიდწილად თავად. მოკლედ რუსეთი იმდენად დიდი საფრთხობელია მათ შორის ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რომ ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს იმასაც, თუ ვინ იქნება არჩევნებში გამარჯვებული, ყოველ შემთხვევაში ეს არჩევნები როგორია ცალკე საკითხია. თქვენი მიმართება და მათ შორის პერსონალურიც მაინტერესებს, აი როგორ ხედავთ საერთოდ რუსეთს, მათ შორის ახლა ფიქრობ თუ არა იმას, რომ რეალურად მართლაც არის ის პროცესი, როდესაც რუსეთი სუსტდება, როგორ შეიძლება იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა საქართველოს გავსის და კონკრეტულად საქართველოს ავიღოთ, აი ეს საკითხი მეც და ჩვენს გვაინტერესებდა, ზოგადად თქო იქნება განსაზღვრელი. ამ კითხვასაც ორად გავყავდი, პირველ ნაწილში ვიტყვი უფრო ჩვენ ხედვას ზოგადად რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში და მეორე თქვა რუსეთის სამომავლო ბედთან დაკავშირებით მეც მაგ გარკვეული მოსაზრებები. ხო, პერსონალური მოსაზრებები. ხო, პირველ რიგში ხა სამწუხაროდ ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევცვლით. მე ვისურვებდი, რომ ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე რუსეთის მაგალითად იყოს დიდი ლამაზი ოკეანე, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სხვა არის. ჩვენ გვესმის, რომ რეალობას ვერ შევცვლით, რუსეთი ჩვენი მეზობელი არის, რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ მტერი სახელმწიფოა, მაგრამ მტერსაც უნდა ელაპარაკო, მაგრამ რუსეთთან კომუნიკაცია უნდა მოხდეს არა ვთქვათ რაღაც მაღალ დონეზე და როგორ თქვა, მაგას არ უნდა შევძინოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. რუსეთთან უნდა იყოს გარკვეული ისეთი ტიპის ურთიერთობები, რომელთა სწორი მენეჯმენტი მოხდება და ამ ურთიერთობების ხარჯზე არ მოხდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე. ინტერესების დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობები. ხო, ანუ გასაგებია, რომ რუსეთს ვერ ჩამოაჭრენ უკიდან, მაგრამ ეს ურთიერთობები უნდა იმ დონეზე იყოს და იმ სიღრმეზე უნდა იყოს, რასაც გვაძლევს რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესები. აი, რის საშუალებას გვაძლევს?
ну, არ ვიცი ხა ყოველ შემთხვევაში ის რომ რუსეთი რომ შენ ტერიტორიების ანექსიას აკეთებს და ამისკენ აბიჯებს დგავს, შენ ჩუმად ხარ და შეიძლება წინადადებიანი რაღაც განცხადებით შემოიფავო, ფიქრობ რომ არ არის სწორი, იმიტომ რომ შემხარეს ამ შემთხვევაში არის საერთაშორისო სამართალი და შენ გაცილებით უფრო მეტი ბერკეტი ზეწოლის რუსეთზე, რომელიც შეგიძლია გამოიყენო. დოქტრინა ახლა ეს არის და ამას ეს ჩემი ინტერპრეტაციაც აღარ არის, უკვე პირდაპირ იწერება, რომ რაც უფრო, ასე ვთქვათ, ნაკლებად ხვდები თვალში, მით უფრო მეტი შანსი გაქვს შენ წარმატების. ახლა ერთ-ერთი ბოლო წერილი წავიკითხე შალვა პაპუაშვილი, სადაც ევროკავშირში არ შესვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რაც კიდევ უფრო ცხადი გახდება. სწორედ ეს, ასე ვთქვათ, დგენელი არის მოყვანილი, რომ ჩვენ რაღაცა უხეშად ვთქვა არ გავეჩროთ იმის თვალში და არ დავკარგოთ, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა მოდით ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ, რომ რუსეთის ისტორიიდან გამომდინარე, რუსეთს თუ აქვს რაღაც კონკრეტული სტრატეგიული მიზანი, არ აქვს მნიშვნელობა ის ქვეყანა კარგად მოიქცეო რუსეთის თვალში თუ ცუდად მოიქცეო, ის მაინც ამ ნაბიჯს გადადგავს. აქედან გამომდინარე გასაგებია ქართულ ოცნებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქონა რაღაც ფრთხილი პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, თუმცა ეს სიფრთხილეც არ უნდა გადაიზარდოს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ითელება შენი ღირსება, შენი ქვეყნის ღირსება და შენი ხალხის ღირსება და შენი ეროვნული ინტერესები, ხო? ანუ ყოველთვის მე არ გულისხმობ იმას, რომ რუსეთთან უნდა ომი დაიწყო და ისეთ რიტორიკაში შეხვიდე, რომელიც გამოიწვევს კონფლიქტს, თუმცა შენ გაქვს არაერთი სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, საერთაშორისო სამართლებრივი, რომელიც შეგიძლია უფრო აქტიურად გამოიყენო და უფრო პრინციპული იყო რიგ საკითხებთან და უფრო მკვეთრად გამოყენო შენი პოზიცია. აი, რატო გეკითხები, ის ჩაგეჭრები ახლა. აი, პირობითად რო ავიღოთ არასაშუალო სტატისტიკური ქართველი, მაგრამ აი ადამიანის ერთი კატეგორია, რომელიც თითქოს უყურებს მაგალითად პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, ის არც სუდი ადამიანია, არც რაღაცა და დანაშაულია ქართულ ქვეყნის და არც იმას მიმართ ჩადენილი, უბრალოდ ალბათ ითხოვდა ეხლა ჩვენ რო გვისმენდეს, რომ შენ გაქვს ან ერთი საშუალება, რომ აი ესე გაჩუმებული იყო და რაღაც შემთხვევაში ნაბიჯი უკან გადადგა, მათ შორის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ხარ, თავარია გადარჩე. მეორე აქეთ სხვა ალტერნატივა ამისი არ გაქვს, ნებისმიერი სხვა ალტერნატივა არის ის, რომ შენ ცეცხლის ალში ეხვევი, უკრაინას აუცილებლად დაასახლებს ამის მაგალითად, საქართველოსაც 2008 წელს დაასახლებს, ანუ ეს აი ამ რეალობის, ოდესმე ამ რეალობის ასე ნიადაგს ხელისუფლება ქმნის, ძალიან ხო არ თულდება, ასე ვთქვათ, იმ მესიჯების მიტანა მოსასწრებამდე, რაც ახლა თქვენ საუბრობთ. აი თავისთავად ხარ ეს ამის შესაძლებლობას ამას უნდა შეეშოთ, მაგრამ ეს რეალობა გვაქვს მოკლედ ამის თქვა მინდა და ამ რეალობაში ალბათ უფრო ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა იმოსნათ, ხო? აი როგორ შეიძლება გარდატეხვა აი ამ ფონსაზე. ნუ პირველ რიგში მაგ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის. რისი გაკეთება შეიძლება? ხო, მნიშვნელოვანი არის დასავლეთთან მჭიდრო კავშირები და ალიანსებზე დაფუძნებული ურთიერთობების წარმართვა. მე მითხა ალექსანდრე რონდელის პატარა სახელმწიფოების თეორიისკენ წავიდე, ხო, ანუ როდესაც შენ ხარ პატარა სახელმწიფო და შენ სირგული ვარიან მტრები ან ტერი, ხო, ზოგადად ძალიან მიყვარს ისრაელთან ხოლმე შედარების გაკეთება, იმიტომ რომ ფაქტობრივად მთელი ისრაელის საზღვრის დიდი ნაწილი ისრაელის იმ ქვეყნებით არის დაკომპლექტებული. არაკეთილ მოსულიანი. განადგურებას უსხო, ანუ რუსეთის კონტექსტში რა თქმა უნდა ხა ჩვენ არ გვაქვს არავის ილუზია, რომ მარტო საქართველოს შეძლებს რუსეთის შეკავებას. თუმცა თუ ჩვენ შევძლებთ ძლიერი ალიანსების, მათ შორის სამხედრო ალიანსების ჩამოყალიბებას, ეს არის სწორედ ის გასაღები, რომელიც ჩვენ მოგვანიჭებს უსაფრთხოების ხოლგას, უსაფრთხოების გარანტიებს და სწორედ საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების საფუძველზე ჩვენ შევაკავებთ რუსეთს. აი ბალტიის ქვეყნების მაგალითი რო ავიღოთ, ძალიან მარტივი ესეთი ბანალური მაგალითი რომ მოვიყვანო, ხო, ანუ დარწმუნებული ვარ პუტინს ხელები ეკავება იმის დროს მოახდინოს თავდასხმა ბალტიის ქვეყნებზე შევიდეს და დაიპყროს, ხო, იმიტომ რომ ვიცი ჩვენ პუტინის იდეოლოგია, რუსეთის იმპერიალისტური იდეოლოგია, რომელიც სურვილი არის აღადგინოს საბჭოთა კავშირი ახალი ფორმებით, ხო, ანუ ეს ძალიან მარტივი მოცემულობა არის, თუმცა ამის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი არის ის, რომ ისინი არიან ნატოს წევრები და მათი ცოტ მეხუთე მუხლი, ხო? იგივე მოცემულობა საქართველოში რო დადგეს, თუნდაც ნატომდე სანამ შევალთ ჩვენ რაღაც კონკრეტული სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები მივიღოთ, იგივე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების აქ ალბათ ორმხრივ საერთაშორისო და კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, ხო, ანუ უშუალოდ შენ ტერიტორიაზე რაც ჯარის განთავსება შესაძლოა ეგეთი პირდაპირი ფორმითაც არ იყოს უსაფრთხოების გარანტია, არა, ეს კი არის უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი აქ იყოს დიდი აქტორების, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი,
ინტერესების, ასე ვთქვათ, მათი რეგიონული ჩართულობა, როგორც ეს სომხეთში ხდება, ხო, ანუ რაც უფრო მეტი ამერიკის ინვესტიცია, ამერიკული და ევროპული ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში და რაც უფრო მეტი სტრატეგიული პროექტი გაიღვნის საქართველოზე, რომელიც ვთქვათ, საშუალებას მისცემს ამ ქვეყნებს, რომ თავისი ინტერესები გაატარონ, ხო, ნორმალურ ინტერესებზე მოგსაუბრეთ, საქართველოს მიიღებს აქედან თავის ბენეფიტებს, ხო, ანუ ესეც ერთგვარი უსაფრთხოების გარანტია არის, რომ ამ დიდ ქვეყნებს ძალაუნებურად უჩნდებათ უსაფრთხოების სრულიად თავისი ინვესტიციები და თავისი პროექტები დაიწყოს. აქ ეშმაკის ადვოკატის სტამეში რომ გავაგზავნე, ხა ჩემთვისაც უთქვამთ და მაგით ალბათ პასუხი იქნება ის, რომ ეგ სანამ გატარდება, იქამდე მე შეიძლება ამიტომ ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ, ამაზე უნდა ადრე ეფიქრათ და ზოგადად ბოლო წლებმა ძალიან ბევრი შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა საქართველოსთვის, რომელიც არ იქნა სათანადო. ალბათ ეხლა ეს მომენტიც მიუხედავად რთული არის, გამოწვევებთან ერთად შანსებსაც გულისხმობს. კი, ძალიან турბულენტური პერიოდი არის ზოგადად გლობალურ პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ რამდენადაც საფრთხეები ახლავს ამ პროცესს, იმდენად შესაძლებლობებიც თან ახლავს. აი, მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? მაგალითად 2022 წელს ჩვენ წარმოვიდგენით, რომ 23-ში შესაძლებელი იქნებოდა კანდიდატის სტატუსის აღება, რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ გეგმაში იყო რაღაც 28-ში იყო შეტანის და მაშინ ბევრმა გაიჩინა Facebook-ზე. ხო, ანუ გეგმა იყო, რომ თქვათ, ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 75-80% შესრულებული იყო. ასევე მოლაპარაკებების დაწყების პროცესში, როდესაც იწყება ეგრეთ წოდებული თავების ჩახურვა, იმ თავებში მოთხოვნილი კრიტერიუმების დიდი ნაწილი იყო ასოცირების შეთანხმებაში და როდესაც შესრულდებოდა ამ ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი, ხო, უკვე საქართველოს ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, რომ შეიტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. და რა თქმა უნდა, ყველა ამას ელოდებოდა და ასე შემდეგ. მაგრამ უცბად ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ფაქტობრივად ძალიან სწრაფ პერიოდში მოხდა ერთი მხრივ ევროკავშირის კარის გახსნა ისეთ ქვეყნების, როგორც არის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ამ ასე ვთქვათ შესაძლებლობებიდან, მეორე მხრივ ნატომაც გახსნა შესაძლებლობების პანჯარა, მაგალითად კინეთით შევიდა ხო ნატოში, როცა ნატოში ზოგადად გაფართოების საკითხი, ასე როგორც ევროკავშირში არ იდგა ისე აქტიურად დღის წესრიგში, როგორც ეს. თუმცა ნატოს კარი მაინც ალბათ უფრო ჩაკეტილად გამოიყურება დღეს საქართველოსთვის, ვიდრე ევროკავშირის შევადარებდით, იმიტომ რომ მათ შორის დონალდ ტრამპის ბაიდენის ადმინისტრაცია იყო დიდი მომხრე უკრაინის კონტექსტში, მაგრამ მაგიტომ ვამბობ, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ჩვენ არ უნდა გქონდეს სწორება მხოლოდ ნატოზე, იმიტომ რომ ნატო არის გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, მიზანი, გრძელვადიანი, მოდი ასე ვთქვათ, სტრატეგიული მიზანი არის ნატო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ტაქტიკური მიზანი. ჩემი ესეთი შეხედულება და დაკვირვება არის ის, რომ ისე ზოგადად არ არის ეს სწორი, მაგრამ მაინც ასე ვიტყვი, რომ ყველა პარტიას არ მოიცავს. შეგნება მაქვს უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, რომ თითქოს აი ეს პროგრამების დიდი ნაწილი, აი სადღაც 2011 წელს არის დაწერილი და იმის მერე არ განახლებულა, იმიტომ ხომ მათ შორის თქვენსაც ახსენებთ, რომ ნატოს გარდა უნდა იყოს რაღაც ალტერნატივა. მე ვფიქრობ, რომ ეს ხაზგამოკვეთილად უნდა იყოს, ვინაიდან დღეს ცოტა არ იყოს და არა დამაჯერებლად გამოიყურება ის, რომ მთლიანად ნატოზე გადაიტანოს საქართველოს უსაფრთხოება და სხვა არაფერი არ ახსენო, რადგანაც რეალისტურად ადამიანები ხედავენ, რომ ეს დღეს და ხვალ აშკარად არ მოხდება და იქამდე სხვა გამოსავალია. რა თქმა უნდა და უფრო მეცაც გეტყვით, ზოგადად გულწრფელად რო ვისაუბროთ ამ თემაზე, 2022 წლამდე საქართველოს თავსებადობის კუთხით ხო, ანუ ნატოს ბევრ ქვეყანაზე წინ იდგა, შეიძლება ეს ძალიან ისე ჟღერდეს, მაგრამ რეალობა ესე იყო და ეს არ იყო მხოლოდ ქართული მხარის მიერ გაკეთებული შეფასება, ამას საუბრობდნენ იგივე ნატოს გენერლები თავისი ვიზიტების დროს და ერთადერთი დაბრკოლება რაც იყო, თქვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პირველი ეს იყო ინსტიტუციური პოლიტიკური რეფორმები, რომელიც ძალიან მარტივად მიღწევადი იყო, პოლიტიკურნების და მთავარი, ასე ვთქვათ, გამარკვევებელი ფაქტორი იყო პოლიტიკური ნება რიგი ევროპული ქვეყნების მხრიდან. თუმცა 2022 წლის მერე მათგან შეიცვალა ეს მიდგომა შეიცვალა მაგათგან, მაგრამ აკეთხარეს უკვე ჩვენ აღმოჩნდით ისე სიტუაციაში, რომ ხო, აქაც შეიცვალა. მე არ ვამბობ, რომ დღეს რომ იგივე სიტუაციაში ყოფილიყავი და გაგვიგრძელებინა სოფერმები, ხვალ ნატოს წევრები ვიქნებოდი, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვნად დაუახლოვდებოდით ნატოს და შესაძლოა აი რაღაც მომენტუმის დადგომისთანავე
რაღაც ახალი ფანჯარა გასიმიყო და უცბად შევსვლა არავის შესაძლოა. კი, შეიძლება ყოფილი ვიყავით. ხო, აი როგორც ვთქვათ, ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს, ხო, ანუ ისინი როდესაც გახდნენ დამოუკიდებლები, მაგათ არ ქონდათ რაღაც სწორება, რომ აი ხვალ გავხდებით ნატოს და ევროკავშირის წევრები, ხო, მაგრამ მათ წინასწარ დაიწყეს მომზადება, რომ ნებისმიერ დროს როცა გაიხსნებოდა ეს ფანჯარი, ისინი მზად ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი თვითმიზანი არის უსაფრთხოება, ხო, ანუ მაგაზე ყველა თანხმობენ. თუმცა ნატო არის ამის უსაფრთხოების მიღწევის საშუალება სტრატეგიულ დონეზე, თუმცა აი ტაქტიკურ დონეზე აი ეს გეპი პერიოდი, სანამ ჩვენ ნატოს წევრები გავხდებით, მთავარი გამოწვევა არის ეს, რომ ამ პერიოდში როგორ უზრუნველყოთ ჩვენ შუალედური უსაფრთხოებას და ასევე ხა თქვენ ახსენეთ რაღაც დოკუმენტები, ხო, ანუ კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფაქტობრივად დღეს ჩვენ არ გვაქვს არც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და არც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც უნდა მრავალი წლის წინ გაკეთებული იყო, ხო, ანუ ჯერ კიდე ბოლოს ეს დოკუმენტები განახთა ქართული ოცნების მოსვლის პირველ წლებში და იმის მერე არ შეცვალა, ხო, ანუ 2020-21 წლებში მიმდინარეობდა ამაზე მუშაობა, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების მერე ეს პროცესი დღემდე გაჩერებული, გასტოპებული მაინც შეგვიძლია. უსაფრთხოების ნაწილი არის ერთი, მეორე არის ასევე მნიშვნელოვანი და მე ძირითადად ვცდილობ გავუყვე ახლა იმ ხაზს, რაც აი ტელევიზორიდან ისმის, მეორე არის ეს ეგრეთ წოდებული მულტივექტორული პოლიტიკა, რაც ქართულ მოსახლეობას საკუთარ პოლიტიკას დაარქვა. რეალურად არის კი, ჯერ ესეთიც რა არის საქართველოს კონტექსტში ეს მულტივექტორული პოლიტიკა, მეორე მხრივ შეიძლება თუ არა შენ კონდეს მულტივექტორული პოლიტიკა, თუ კი ამ რაღაც მრავალხმიანობაში უცებ ირანს და რამდენიმე შუაზიურ ქვეყანას გულისხმობ. ანუ აი ამ კონტექსტში აქ აღწერათ საინტერესოა სიტუაციის სინამდვილეში რა ტიპის პოლიტიკასთან გვაქვს ერთად საქმე და საერთოდ რა არის ეს ქართული ოცნების პოლიტიკა, რასაც საკუთარ აღმოჩენილს ძალიან ახლად თავაზობს. ნუ სამწუხაროდ საქართველოში გვაქვს ჩვენ ისეთი პრაქტიკა, როდესაც რაღაცა საქმე სახელს, მაგრამ რეალურად ეს სახელი არ შეესაბამება რაღაცას რაშიც დევს იგივე თქვათ აი მარტივი მაგალითია მოვიყვანო ხო ანუ კონსერვატიზმი ხო პოლიტიკური კონსერვატიზმი საქართველოში ახული არის როგორც რაც პრორუსული დაჯგუფებების პოლიტიკური იდეოლოგია მაგრამ რეალურად კონსერვატიზმი არის ძალიან კარგი იდეოლოგია რომელიც ბევრ კონტექსტში შეესაბამება საქართველოს რეალობას და კონსერვატიზმი არათუ პრორუსულობას მოიაზრებს არამედ პირიქით თანამედროვე კონსერვატიზმი დაფუძნებულია ძლიერ ტრანსატლანტიკურ კავშირებზე. ალბათ ლიბერალიზმიც შეიძლება იგივე თქვა, ამასაც აბსოლუტურად იგივე ლიბერალი გამრუდებული ხო ანუ ვოუკ კულტურის შექმნამ ასე ვთქვათ რაღაც ლიბერალიზმის ხიბლი დაკარგა და მისი დისკრიმინაცია მოახდინა. ერთი რადიკალური კვანტია მოახდინა, კი. ასე რომ აქ ამ შემთხვევაში ხო და ამის იმის თქმა მინდოდა რომ აი ჩვენ მოვისვენ მულტივექტორული პოლიტიკა, მაგრამ ეს არ არის მულტივექტორული პოლიტიკა, ანუ საქართველოს კონტექსტში ჩვენ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროპაში ინტეგრაციაზე, ხო ეს არ არის რაღაც მთავრობის კეთილნებაზე დაფუძნებული პროცესი ან მთავრობის არჩევანი. ეს არის ჩვენი ეროვნული არჩევანი და ისტორიული არჩევანი. ხო, ანუ ჩვენი ევროპულობა და დასავლური ცივილიზაციის ადგილი არ დაწყებულა 90-იანი წლებიდან, როდესაც საქართველოს გახდა, როცა საქართველოს დააღწია დამოუკიდებლობა. ეს პროცესი იმ დღიდან იწყება, როდესაც საქართველოს მიიღო ქრისტიანობა, ჩვენ ვიცით, რომ დასავლური ცივილიზაცია დაფუძნებული არის ქრისტიანობაზე და შესაბამისად მაგ პერიოდიდანვე და ისტორიასაც რო გადავხედოთ იგივე აღმაშენებლის პერიოდი, ხო, ანუ ჩვენ ყოველთვის ვიყავით დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. დღეს უბრალოდ ევროკავშირი არის საშუალება, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ მიზნისკენ, რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ისტორიულ ადგილს და გავხდეთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მულტივექტორული პოლიტიკა ქართულ კონტექსტში მე და ჩვენი გუნდი აღიქვავს ასე, რომ შენ შეიძლება გქონდეს მულტივექტორული პოლიტიკა, თუმცა შენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ღერძი უნდა დაფუძნებული იყოს ევროპულ ინტეგრაციაზე, დასავლეთთან ინტეგრაციაზე და შენს დაბრუნებაზე დასავლურ ცივილიზაციაში, ხო, ბუნებრივი არის და ეს ისტორიული მოცემულობა. თუმცა არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ ურთიერთსასარგებლო ასე ვთქვათ, ურთიერთობები გქონდეს სხვა გეოგრაფიებთან, თუ ის იქნება დაფუძნებული ორფრით სარგებელზე. ეს არის და ეს აქ ძალიან მარტივი სიტუაცია არის, მაგრამ ეს ურთიერთობები არ უნდა
განვითარდეს და გაღრმავდეს იმ ხარჯზე, რომ დაზიანდეს შენი ძირითადი. აი დღეს ხო რეალურად სიტუაციაა, რომ უბრალოდ ძალიან ხანდახან პრიმიტიული მაგალითი ეს ფაქტობრივად ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს და ისიც არ გამოდის. ხო და აი ეს ჩანაცვლების პროცესიც საინტერესოა იმ გაგებით, რომ ნუ შეიძლება არც ერთი ვიზიტი არ განახორციელო ევროკავშირში და წახვიდე მაგალითად 25-ჯერ უზბეკეთში. ან შეიძლება შენ დადო სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩინეთთან, მაგრამ რეალურად თუ კი ჩახედავ ციფრებში, ნუ არაფერი დიდი ესეთი მოძრაობა მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით განსხვავებული ამ ბოლო წლებში არ ყოფილა. ეს გახშირებული ასე ვთქვათ დაახლოების რეჟიმი ირანთან. აი ეს ჩანაცვლება ერთის მხრივ აი ამ რაღაც ახალი ვექტორით განაცვლდება და მეორეს მხრივ აი გამოვრიცხოთ ევროკავშირი, აი წავიდა ქართული ცნება მუზიკსო, ევროკავშირთან ეს გაყინული პოლიტიკა კვლავ გრძელდება. სადამდე მივდივართ, ანუ რა არის ეს გზა, საერთოდ ქართულ ცნებას უნდა რომ ეს ქვეყანა წაიყვანოს. ნუ საბოლოო ჯამში, რა ვიცი, იზოლაციისკენ ტენდენცია გვაჩვენებს, რომ იზოლაცია. აი აქ კიდევ ჩაგეწევით, როდეში მეორეს მხრივ აი ამ ქვეყნებთან იქნება ეს გაუფის ქვეყნები, იქნება ეს ჩინეთი, იქნება ეს შუააზიური ქვეყნები, საქართველოს ფასი ხო იმიტომ აქვს, რომ დაკავშირებულია. აი ზუსტად მაკეთ გემდა წავწევ, იმიტომ ეს ლოგიკა რას კარნა. ხო, აი ძალიან მარტივი მაგალითი მოყვანო ყაზახეთის მაგალითი, ხო? ყაზახეთთან დაიწყე ჩვენ ურთიერთობების გარმოვება და ვიტყვი, რომ ყაზახეთი ჩვენს კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც დიდი ფსონი დადო ცენტრალური აზიის ქვეყნებში, იგივე იშვიათი მინერალების კონტექსტში და ასევე ყაზახეთმა დაიწყო, რაც ყოველთვის გასაკვირია აღმოჩნდა ევროკავშირთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა. ამ კონტექსტში, როდესაც ჩვენ ვარმოვებთ ყაზახეთთან ურთიერთობებს, ხო ერთ-ერთი პრიორიტეტი ყაზახეთისთვის, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობის გარმოვებაზე, ეს ხო ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ხო, ანუ ყაზახეთისთვის ძალოვნებულად, აი რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის ინტერესი, რომ ჩვენ ვიყოთ ხიდი, ასე ვთქვათ, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი და რაც უფრო დაუახლოვდება საქართველოს ევროკავშირს და უფრო მეტ ინტეგრაციას განახორციელებს ევროკავშირში, მით უფრო ფასი, ჩვენი ფასი მაგით იყო და სხვათა შორის რეგიონულ კონტექსტშიც, ხო, ცენტრალურ აზიას თავისუფლება, სამხრეთ კავკასიის კონტექსტშიც. აზერბაიჯანისთვისაც საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ ვიყავით ამერიკის მთავარი მოკავშირეები რეგიონში და ასე ვთქვათ, ჩვენი მეშვეობით აზერბაიჯანსაც ძალიან ასე ვთქვათ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკასთან და იქ შემთხვევაში ჩვენი გავლენები პოზიტიურ გავლენას ახდენდა აზერბაიჯანთან ურთიერთობებში და სომხეთი საერთოდ ჩვენ განვიხილავდა როგორც ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ხიდს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით და დღეს საქართველოს არსებული პოზიცია უკვე სომხეთისთვისაც გარკვეული გამოწვევა ხდება, იმიტომ რომ საქართველოს გარეშე სომხეთს ძალიან გაუჭირდება ინტეგრაციული პროცესები. რა პირდაპირ თქვა ბრიუსელში, ხო? და რაც და მე მახსოვს მაგალითად კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, როდესაც ვიყავით, ხო, ანუ ერთ-ერთი გულშემატკივრები, ვინც იყვნენ ამ პროცესში, იყო სომხები. იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ ამაში თავის ინტერესს და რა თქმა უნდა საქართველოს გარეშე სომხეთი ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ნუ სხვა კითხვა არის, უნდა თუ არა მაგათ. ხო, ნუ წარმოვიდგინოთ ეს თეორია და თუმცა ბოლომდე ათვისება, რასაც ქვია, იმ ინტეგრაციული მექანიზმების და შესაძლებლობების, რაც ამ პროცესს აქვს, ეს ჭირდება. აქედან გამომდინარე, ასევე, ნუ თქვენ ახსენეთ ირანი, ხო, ანუ ირანთან ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გქონდა, განსაკუთრებით აი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში უვიზო რეჟიმიც იყო, თუ არ ვცდები ირანთან დაწესებული და ჩვეულებრივად ჩასვლა იყო, ჩამოსვლა იყო და ესეთ კეთილმეზობლური ურთიერთობები იყო, მაგრამ და ჩინეთთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მე ცუც არაფერს არ ხედავ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში პირიქით ეკონომიკური კუთხით და ვაჭრობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს დინამიკაში ჩვენს ძირითად ღერძთან, ხო და ამან არ უნდა დააზიანოს რეალურად ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან ევროკავშირთან და როდესაც უკვე შენ გავისეთ ნაბიჯებს, რომ ერთი მხრივ აზიანებ და იზოლაციაში აქცევ შენს საგარეო ურთიერთობებს დასავლეთთან და მეორე მხრივ ვცდილობ რომ გააღრმავო ურთიერთობები მათ შორის ისეთ ქვეყნებთან რომელთანაც ვთქვათ ურთიერთობების გააღრმავება ამ პირობებში დღევანდელ პირობებში არ იქნება ხელსაყრელი და უარეს გამოიწვევს დასავლეთთან კონტექსტში ხო ანუ ეს უკვე აღარ არის თან მეორე მხრივ ანუ მე ამას ვამბობ როდესაც აი რაღაცა ფაქტობრივ კრიტერიუმებს ნახულობ აი ის რომ რაღაც ჩანაცვლება რაღაცის ფასად ღირდეს ეს ფასიც არ ჩანს ამ მომენტში იგივე ჩინეთის შემთხვევაში არანაირი დიდი ინვესტიცია არ განხორციელებულა მეორე არის შენ გინდა თუ არა და ეს ამდენად თავსებადი არის შენს ეროვნულ ინტერესებთან
ირანის შემთხვევაშიც ხო ხა მე არ ვიცი ამ ვითარებაში ირანი რაში შეიძლება იყოს გარდა ამ კეთილმეზობური ურთიერთობისა და რა თქმა უნდა ეს არ გულისხმობს რომ საერთოდ გაყინული ქონდეს ურთიერთობა, მაგრამ აი ზედმეტი დაახლოების მოდი ესე დავარქვათ ამ მომენტში, როდესაც ირანი რაღაცნაირად ეკალი არის, მათ შორის პირველ რიგში დონალდ ტრამპისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ანუ აი ეს კონკრეტული იგივე მე ვცდილობ რომ რაღაცა ტყავი ჩავიცვა ქართული ოცნების მომხდის და აი პრაგმატულადაც კი ეს რა შედეგების მომტანი არის ეს ჩანაცვლება ჩემთვის ბუნდოვანი არის ამის თქმით და თავი რო დავანებოთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს, სუფთა იდეოლოგიურ კულტურულ საკითხებამდე რომ მივიდეთ, ხო, ანუ ჩვენ რატო გვინდა დასავლეთ, იმიტომ ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და საერთო ხედვები და ეს ღირებულებები არის ის, რომ ჩვენ სიყვარული თავისუფლებისადმი, დამოუკიდებლობის სიყვარული, კულტურული ნაწილი და სოლიდარობა, თანასწორობა ამ რა თქმა უნდა, ანუ უამრავი და რაც თავარია ქრისტიანობა, ხო, ანუ შესაბამისად ჩვენ აი ეს ყველა დეტალი გვაახლოებს დასავლეთთან და ქმნის ავტომატურად დასავლური ცივილიზაციის ნაწილად და როგორ წარმოგიდგენია აი ეს ყველა ანუ აქ მარტო თქვა ეკონომიკურ ჩანაცვლებაზე არ არის საუბარი, აქ იდეოლოგიური ნაწილიც ხო ჩდება, ხო აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ მოხერხდება დასავლეთის ჩანაცვლება საქართველოში სხვა მიმართულებებით, ყველას პატივცემ რა თქმა უნდა და ყველასთან ურთიერთობა ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ეს ურთიერთობები უნდა დამენეჯმენტდეს ისე, რომ ჩვენ ძირითადი ღერძი არ დავკარგოთ და პარალელურად განვავითაროთ ისე, რომ რაიმე საფრთხე სხვა ძირითადად ეს გულისხმობს რომ საკუთარი იდენტობა უნდა გაინადგურო, მაშინ თქვენი ეგ გამოდის და დღეს რო გამოდიან და გვეუბნებიან რომ იდენტობას ვიცავთო და ასე შემდეგ, ხო, ანუ რეალურად ჩვენ იდენტობას კი არ ვიცავთ ამითი, არამედ პირიქით ვანადგურეთ და ვკლავთ, იმიტომ რომ ევროკავშირში შესული ჩვენ კი დღეს რაღაც ყოველდღიურად გვესმის პროპაგანდა ევროკავშირის წინააღმდეგ რომ ჩვენ სუვერენიტეტს ვართმევს და იდენტობას და ასე, მაგრამ რეალურად ევროკავშირში შესული საქართველოს უფრო გაიძლიერებს თავის სუვერენიტეტს და უფრო გააძლიერებს თავის იდენტობას, იმიტომ რომ ევროკავშირის ერთ-ერთი რაზეც არის დაფუძნებული ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა არის თითოეული ეგეთი პრინციპი არის all different all equal რა. აი ამ პრინციპით შენი იდენტობა კიდევ უფრო თვალნათელი ხდება. პრინციპში მე მაინც გონია რომ ევროკავშირთან დაკავშირებით ჩავარდნა აქეთ მხარეთას იყოს ან უცნობის მეორე მხარეს ის რომ მაგალითად ადამიანებს კარგად მაინც უნდა განუმარტონ რომ ერთის რო პატარა ქვეყანა, როდესაც ხდება დიდი კლუბის წევრი რაღაცაზე უარს ამბობს, მაგრამ სამაგეროდ გაცილებით დიდ აქვს ზეგავლენა, ხო? ეს არის ამ მათ შორის პოლიტიკური კავშირი, რომელსაც ისეთ რომ შენ ძალიან დიდ გადაწყვეტილებებზე შეგიძლია კონდეს ზეგავლენა, რომელზეც სხვა შემთხვევაში არანაირი ასე ვთქვათ, რაღაცა უფლებამოსილება არ გიქნებოდა, რომ შენი პოზიცია დაგეფიქსირებით. და ეს ახალი ნარატივით გამოვიდა, რომ რაღაც ევროკავშირმა დაიწყო ინტეგრაციის პროცესები ისე, რომ უფლებებს აღარ აძლევს ახალ წევრისო. კი, ეს სანამ შეგვიძლია. პრინციპში აქ რა ისეთი მერას უყურებ, აი თუ კი რაღაცა ისეთი კრიტიკული რაღაც იწერება პოლიტიკოზე, მე აქაც სათავისო ინტერპრეტაციას თბილისშიც პოვებს ეს ასე ვთქვათ სტატიები თუ პოზიციები, მაგრამ საბოლოო ჯამში აი დღეს ამ ვითარებაში ვართ, რომ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს 20-28-ში იქნება თარიღები ძალიან მე ისე სკეპტიკურად უყურებ ხოლმე, მაგრამ რაც ევროკავშირის კარი მეტნაკლებად ღია, შანსი იმისა, რომ საქართველოს გახდეს ყველაზე მდიდარი, ყველაზე კარგი განათლების მქონე, სოციალურად ყველაზე დაცული ქვეყნების კლუბის წევრი, აი ამ რაღაცა ისტორიულ შანსს თითქოს ჩვენ გვერდზე ვწევთ, რადგან რაღაც აი ქიმერებთან ბრძოლაში. და ეს რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ახლოს უნდა იყოს მიტანილი ადამიანებთან, ვინც აი აქ საქართველოში ასე ვთქვათ, ცხოვრობენ და აპირებენ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობები თითქოს აღარ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ რაღაც დიდზე იფიქრო. აი ეს რაღაც ჩემი დაკვირვებაა, რომ თითქოს ევროკავშირსაც ჩვენ სხვა კუთხიდან უნდა შევხედოთ და ის ძველი ასე ვთქვათ, ფორმა თითქოს აღარ მუშაობს. აი ეს სოციალური პრობლემებით სწორედ აი ადამიანებმა დაინახო, რომ აი ამ სოციალური პრობლემების და ფინანსური პრობლემების გადაჭრის საშუალება სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის. მე არ ვარ წევრობა, პროცესსაც თავისი ბენეფიტები მოაქვს ქვეყნისთვის, იგივე მოლაპარაკებების გახსნის შემთხვევაში, ხო, ანუ საქართველოს ახლა მოლდოვის მაგალითზეც რო ავიღოთ და უკრაინის, ანუ ეს პროცესი დაკავშირებული იმასთან, რომ პრინციპი მუშაობს ასე, რომ შენ აკეთებ რეფორმას, ევროკავშირი გაძლევს ფულს, რესურს იმისთვის, რომ შენ ეს რეფორმა განახორციელო. ხო, ანუ ეტაპობრივად ეს ყველაფერი მიდის და ამ პროცესს რა თქმა უნდა ხელშესახების შედეგი მოყვება თითოეული მოქალაქისთვის და ეს უნდა ადამიანებმა კარგად დაინახონ, რომ აი მაგათი პრობლემების გადაჭრის საშუალება არა მხოლოდ ჩვენ
არ ხო წერო, არამედ პროცესიც კი მათი პრობლემების გადაჭრის საშუალება შეიძლება გახდეს, იმიტომ რომ მოლაპარაკებები, როდესაც იხსნება, იქ იმდენი რეფორმა არის ჩადებული ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, რომ იმ რეფორმების განხორციელების პროცესშიც კი მოქალაქეები გარკვეულ საგებელს ნახულობენ. აქედან გამომდინარე, აი სწორება და ფოკუსი უნდა ეს სწორედ ამაში და ამაზე გასწორდეს, რომ ეს მასეთ კოდეს დეზინფორმაციული ტალღა და პროპაგანდისტული ტალღა რაც მოდის, რომ სკეპტიციზმი გავივიდეს ევროპის მიმართ საზოგადოებაში, რაღაცნაირად ასე ვთქვათ, გავახარწყოთ. ხო, დღეს პრინციპში ხა ადამიანმა რაც შეიძლება ნახოს თელრიგ მედია ასე ვთქვათ საშუალებებზე და იმ ადამიანების მხრიდან ვინც პოლიტიკას ქმნის არის რომ მაგალითად ეხლა სრულიად უტრირების გარეშე ბერლინში საჭმელი გათავდა, ბრიტანეთში ვენი გაიქიშა, საფრანგეთში ისეთი კრიმინალია რომ ნუ საქართველოს 90-იანები სან მარინო არის იმასთან შედარებით და ასე შემდეგ. აი ეს პროპაგანდის ეს ხაზი საკმაოდ ძვავრი არის და ამას გაფანტვა ჭირდება. და აი გაფართოებასთან დაკავშირებით ეს ტალღა ნამდვილად დგება, გაფართოების ახალი ტალღა მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებით და მე ვფიქრობ, აი 30-ისთვის ზუსტად აი შემდეგი ერთიანი ტალღა წამოვა, სადაც მიიღებენ რამდენიმე ქვეყანას. თუმცა აქ მინდა ერთი თუმცა მაქვს მე ვიტყვი. თუმცა თუ ამ ტალღაში ჩვენ არ მოვყევით, მე ვფიქრობ ეს არ ვიცი, ალბათ უფრო ჩემი სუბიექტური მოსაზრება შეიძლება იყოს, მაგრამ ამას მე კონკრეტული ფაქტორებიდან გამომდინარე მივდივარ მაგ დასკვნამდე, რომ ეს კარი თუ ჩაიკეტა 30-ში, ან როცა იქნება შემდეგი გაფართოების ტალღა, ძალიან დიდი ხნით ჩაიკეტება უკვე საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა. აი ჩემი მოსაზრება /კითხვაც ეგ იყო, რომ პრინციპში ახლა იმდენი ქვეყანა არის რიგში გაფართოების, რომ შემდგომ გამოდის, ახლა ძალიან შორეულ ვადაზე ვაპარაკოთ, მაგრამ პრინციპში მარტო საქართველოსთვის რო გაიღოს რაღაც კარი. ალბათ ძალიან ისეთი არის სურეალისტური ვერსია, აქედან გამომდინარე მე მგონი კიდე უფრო ვერ აღვიქოთ კიდე საკმარისად დაფაქცინებელში რა გამოწვევს წინაშე. ჩვენ შანსი ქონდა რომ აი აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების ტალღაში მოხვედრილი ყავით და ყველაზე ბულდასაწყვეტი აქ ნამდვილად ის არის რომ რეალურად ობიექტურად რო შევხედოთ სიტუაციას ჩვენ მართლა უკრაინაზეც და მოლდოვაზეც წინ ვიყავით რეფორმების კუთხით და პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით რომ არაერთხელ მასპინძლობდი იგივე უკრაინის დელეგაციებს და მოლდოვის დელეგაციებს და ვაცნობდი სხვადასხვა ტიპის რეფორმებს, მათ შორის საჯარო სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს და ჩვენ ვიყავით მაგათთვის როლ მოდელი, ასე ვთქვათ. ასე დავარქვათ რა. ისინი იღებდნენ ჩვენ გამოცდილებას და განსაკუთრებით აი საჯარო სამსახურის რეფორმა რო განხორციელდა საქართველოში, ხო, ანუ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და მოლდოვაში დაიწყო დაახლოებით ვარსკვლავი 2 წლის წინ, 3 წლის წინ, ხო, ანუ ისინი მათ აქ პერიოდში დაახლოებით ჩვენი აი გაკეთებული საქმის 10%-იც არ ხონდათ გაკეთებული, ასე ციფრების ვისაუბროთ და ამ ყველაფერში, როდესაც ჩვენ ყველაზე წინ ვართ და აი მოლდოვის შემთხვევაში, მაგრამ აი უკრაინაშიც რამდენიმე კრიტერიუმი იყო, აი იგივე სოფლის მეურნეობის კუთხით, სადაც ჩვენზე ოდნავ წინ იყვნენ ისინი, მაგრამ საერთო მოცემულობაში ჩვენ ნამდვილად ლიდერები ვიყავით რა ამ მოცემულობაში და დღეს ვხედავთ, რომ აუთსაიდერებად გადავიხეცით. პრინციპში ტრიო აღარც არის, ხო? ეს თუ არ გახდა და ჩვენ ვართ მარტო დარჩენილი. ტრიო არ არის ფორმალურად ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატები კიდე არსებობს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების, მაგრამ ერთიან პოლიტიკურ კონტექსტში აღარ განიხილება საქართველოს, თქვა ამის ნაწილად. თუმცა მე არ მინდა ძალიან პესიმისტი დავარდეთ რეალურად ესეც ჩვენი გუნდის ხედვის ნაწილი არის. მე ვფიქრობ, რომ ამ სტატუს quo-ს 2022 წლის სტატუს quo, 2023 წლის სტატუს quo აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. და გვაქვს ჩვენ იმის რესურსი, რომ ასე ვთქვათ, აღვადგ ერთი მხრივ აღვადგინოთ ის სტატუს quo რაც იყოს და მეორე მხრივ სწრაფი ნაბიჯები და სწრაფი რეფორმებით მივიდეთ არათუ მივიდეთ უკრაინის და მოლდოვის დოლინემდე, არამედ გავასწროთ კიდევ და ისევ დავბრუნოთ ეს ლიდერობა 2030 წლამდე და თუ ჩვენ ეს შევძელით, ხო, ანუ ჯერ კიდე არის ამის შანსები და რაც თქმა უნდა პოლიტიკური სრულებების გზაზე გადეს. არა მხოლოდ ან ცვლილებებს თავი დავანოთ, პოლიტიკურ ნებაზე არის. აქ თავარი ის კი არ არის, ვინ იქნება ხელისუფლებაში. აქ თავარი არის ის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგეს და ვინ გადადგავს ამ ნაბიჯებს. ხო, თუმცა ალბათ დღევანდელი ხელისუფლება ნაკლებად ელოდებით, რომ ეს ექსპერტს ხო, რა თქმა უნდა, ეხლა თან დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომ ნდობის ადგენა, რა ნდობაზეც ხო დამოკიდებული ეს ყველაფერი. ნდობის ადგენა ძალიან რთული ხდება, თუმცა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ხო ანუ ეს მიღწევადი არის, მაგრამ ამას ჭირდება პოლიტიკური ნება და ჩვენი გუნდიც ამაზე საუბრობს, რომ ანუ ჩვენ თუ მოგვეცა საშუალება, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში, ამას გავაკეთოთ ნამდვილად კონკრეტულად და
ისე ვიზავთ, რომ აი ამ ტალღას არ ჩავუშვით, რაც გაფართოების რაც 2020-ში იმედა. და ბოლოსკენ გადავდივართ პრინციპში რამევა და რაც ცოტა მნიშვნელოვნად შევცვლით თემას, ამას წინათ ერთ სტატიას გავეცანი და მე მეც რაცა ვფიქრობდი დავამატე ზოგიერთი პიროვნება. ბოლო პერიოდის აი პოლიტიკურ წარმატებებს ვუყურებ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკოსები, ვინც მოვიდნენ რაღაც ლოკალურ დონეზე ან ნაციონალურ დონეზე ხელისუფლებაში, მათი საარჩევნო პროგრამა ან ქმედებები დიდწილად არის ძალიან ლოკალური საკითხებით, ასე ვთქვათ, დატვირთული. აი თუ კი ნიუ-იორკის მერი ზორან მამდანი ძირითადად არა, ნუ სხვა რაღაცებს აკეთებს ცხადია, მაგრამ ნიჩბით თოვლს ყრის, ენდი ბერნემი, რომელიც წინა კვირას გახდა პრემიერ-მინისტრი, ავტობუსებზე ბილეთის ფასის გაყენვით ან რაღაც ძალიან პაბებისთვის გადასახადების შემთხვევით, ძალიან კონკრეტული ლოკალური აი სხვადასხვა კომუნიტებისთვის გაკეთებული ქმედებებით არის, ასე ვთქვათ, ავიღოთ. მადიარზეც მივდიოდი, რომ მათ შორის ჩვენთვის ყველაზე ესეთი ზოგისთვის საინტერესო წინასწარ დაგმო მადიარი და თქვა, რომ ისაც მან გააკეთა ქართული პოზიციის ნაწილს დიდი ხნის წინ გაკეთებული, ერთ ცალკე ამბავია, მაგრამ მადიარი ამის კლასიკური მაგალითია, ხო, პრინციპში ჯერ მთელი ქვეყნის მასშტაბით სიარული, მერე ერთ ლაპარაკობდა ბუდაპეშტში, სხვაგან ლაპარაკობდა სხვა იქაურობისთვის ლოკალურ საკითხებს. აი ხო არ თვლით თქვენი პარტიის კონტექსტში და ზოგადად, რომ აი რა დიდი გეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბარი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის მენიუში, რაზეც მათ შორის გვესაუბრებიან, მაგრამ აი თითქოს აი პირობითად 9-დან 10-მდე საღამოს გამოშვებას თუ უყურებ რომელიმე არხზე, ეს 1 საათი დატვირთული არის, აი ძალიან დიდი საკითხებით და თითქოს ნაკლებად რჩება ადამიანებს ის პრობლემები, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან. აი ეს ხო არ შეიძლება თქვენ პარტიაში კიდევ უფრო ასე ვთქვათ აქტიურად კი, ზუსტად მაგაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, ჩვენ ხედავთ, რომ დიდი დრო ეთმობა ზოგადად კრიტიკას, სახელმწიფოს კრიტიკას, ერთმანეთის კრიტიკას, ერთმანეთის ლანძღვას და ასე შემდეგ. როცა ვთქვათ, რომელიღაც ვთქვათ X სოფელში, X ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. სწორედ მაგიტომ ჩვენი ამოცანა არის და ჩვენ სრულად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რაც ახსენეთ, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მეტი ვილაპარაკოთ აი ამ კონკრეტულ პრობლემებზე, უნდა ხალხს ველაპარაკოთ რეგიონებში, მათ არსებულ პრობლემებზე და უნდა ფოკუსირება უნდა მოხდეს ყველა გეოგრაფიისკენ, რომ დავინახოთ აი ეს რეალური ლოკალური პრობლემები, რის წინაშე დგას ის სოფელი იქნება თუ ქალაქი იქნება და მოსახლეობას კი არ უნდა შევთავაზოთ და არ ვესაუბროთ იმაზე, რა ცუდია მთავრობა და რა არასწორად აკეთებს. ეგ უკვე ყველა მიწის და მაგას რომ დახასიათებ ყველა არამედ ჩვენ უნდა ვესაუბროთ, როგორ გადავჭრით ამ პრობლემებს და რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვათ X სოფელში X ადამიანს წყლის მომარაგება ქონდეს და მას შეძლოს თავისი თქვათ ბიცის მოხდა, მოთესვა და მორწვა და არ აინტერესებს ის, რომ თქვათ მთავრობა ანაეფექტურად ახარჯა ბიუჯეტი, ხო, ანუ მარტივი ჭეშმარიტება, თუმცა ძალიან ბანალურ დონემდე დავდივართ ხოლმე და ახლა ჩვენი ინიციატივაც რაც არის ეს სამართლიანი არჩევნების სირგულივ გაერთიანების იდეის სირგულივ, ხო, თვითონ ძალიან ბანალური არის, ძალიან მარტივი არის, მაგრამ რეალობა ეს არის და აი მადიარის შემთხვევაში ხო, ანუ ძალიან მარტივად მოხდა ყველაფერი, რაღაც დაიწყო ადამიანმა ძალიან გასაგები ენით საუბარი უნგრეთის ყველა, ასე ვთქვათ, სოფელი იქნებოდა თუ ქალაქი იქნებოდა აი გარკვეულწილად რაც ბმა უნდა შეიქმნას ამორჩეველს და პოლიტიკოს შორის, ის არ უნდა პოლიტიკოსი არ უნდა მოძღვარავდეს ზოგადად მხოლოდ ტელევიზიიდან, ხო, ანუ აი ეს რაღაც ბმა უნდა იყოს, შეხვედრები უნდა იყოს და აი ეს კომუნიკაცია უნდა იყოს ძალიან თანასწორი რა, აი ზუსტად ასეთი პოლიტიკური კომუნიკაციით, თანასწორობის განცდით და იმ განცდით, რომ ის ადამიანი რაღაც დიდი პროცესის მონაწილე არის და რეალობა ჩვენი ხედვა არის სწორედ ის, რომ თითოეული ადამიანი იყოს თანამონაწილე ამ პროცესების, ხო, ანუ ვფიქრობ, რომ წარმატების საწინდარი იქნება, იმიტომ რომ ადამიანი აძლევს იმ პარტიას ხმას, რომლისგანაც მას შეუძლია მიიღოს რეალურად სარგებელი იმ პრობლემების გადაჭრის მექანიზმები, რაც მაგას ახავს და აი ეს თანამონაწილეობის შეგრძნება ქონდეს, რომ თითოეული ადამიანი ჩართული არის ყველაფერში, ეს იქნება ვთქვათ ადგილობრივი თვითმმართველობები, ეს იქნება სოფლები, თემები, დიდი ქალაქები თუ ასე შემდეგ, ხო, ანუ ყველა ადამიანს უნდა ქონდეს, რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები ქვეყნის განვითარებაში. ამაზე დგას თანამედროვე დემოკრატიული სისტემები და პოლიტიკაც ეს არის. პრინციპით ხო, პირველად რიგში საუბრობ დემოკრატიაზე, ხო, ანუ ეს არის სწორედ თანამონაწილეობაზე დაფუძნებული მმართველობითი სისტემა. ამაზე დგას განვითარებული ქვეყნები და ამაზე ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უნიშნულოვანესი ფაქტორი და რა თქმა უნდა, ამ მოცემულობაში ჩვენ უნდა
გავაგრძელოთ მუშაობა და კარგი იქნება რომ სხვა პარტიებმაც კარგად ამ იდეას მიყვნენ, კარგად გაითავისონ ეს ყველაფერი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ახლა მაგაზე არ გავკეთებია ყურადღება არ გაგვიმახვილებია, მაგრამ საგარეო ფაქტორი და აი ეს დაგსახსულობა რამდენად გამოწვევა არის, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს ჩვენ მცხოვრებ პარტნიორებთან და ერთ-ერთი მაგათი გულის ადგილარი არის ის, რომ ოპოზიცია არ ველაპარაკება ჩვენ ერთ ენაზეო რა, იმიტომ რომ მაგალითად ერთი ოპოზიციური ჯგუფი ჩადის პირობითად ვამბობ ბრიუსელში. და რაღაც კონკრეტულ საკითხზე წარმოადგენენ თავის ხედვას, თავის პოზიციას და ასე შემდეგ. ხო, ანუ მეორე დღეს ჩადის იგივე ოპოზიციური ასე ვთქვათ სეგმენტიდან სხვა ჯგუფი, ვითომ თითქოს რაღაც ერთ მხარეზე არიან ასე შემდეგ და განსხვავებული მესიჯები არის ზუსტად იმ საკითხზე, რომელზეც წინარგებმა იყო საუბარი, ხო? ანუ ეს ძალიან შეშფოთების საგანი გაურკვევლობა არის და ზოგ შემთხვევაში სწორედ ეს არის დამაპყრობებელი ფაქტორი. კითხვა რო ისმის ხოლმე, რატომ არ არის დასავლეთი უფრო აქტიურიო, ხო? ანუ დასავლეთი სჭირდება რომ დაინახოს რომ არის ქვეყანაში ძალები, ვისთან შეიძლება საუბარი და მათი ასე ვთქვათ, გაერთიანება იდეის მხრივ რეალურად მუშაობს. ალტერნატივა ალბათ ხო რასაც შეგვიძლია დავთვალოთ ქვეყანაში, რა მეორე აქ კიდე ამ ნოტაზე შეგვიძლია წავიდეთ ბოლოსკენ არის ის, რომ მეორე მხრივ დასავლეთი აი როგორც ჭალებში ეს პოლიტიკური მოთამაშე ხშირად მეკრემაც წარმოქმნა, რომ რიგი ქართული პოლიტიკოსების ამას ისე ხატავენ, გეგონება აი აქ გადიოდეს ფრონტის ასე ვთქვათ, ფრონტი ზოგადად და აი აქ უნდა გაგაკეთდეს ხო, იმიტომ რომ ჩემი შეფასებით ხა მე ძალიან მარტივად როცა ვთქვი ხომ რაღაცა ჩემი აზრი გაუზია რომ არის ის რომ ამას მაინც მე კლასგარეშე სამუშაოდ მივიშნე რომელიც ხუთიანზე უნდა შეასრულო მაგრამ თავარი არის აქვე მიშინ რა თქმა უნდა საკუთარ ჯამში ბევრი რეჟიმი და ქვეყანა ვიცით რომელიც სანქცირებულია მაგრამ დღემდე ინარჩუნებს ძალაუფლებას ბევრი არის ისეთი რომელიც იზოლაციაშია მაგრამ მაინც არსებობს ანუ ეს ცვლილებები და პოლიტიკური გარდატეხა პირველ რიგში ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს და არა ის ვიღაცა კარგია ნაკლებად კარგი ადამიანი რა განცხადებას გააკეთებს ამას ნაკლების შედარებით ნაკლები წონა აქვს მაინც აი ზუსტად ეს არის რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ სამოქალაქო ნაციონალიზმის გაღვივებაზე აი ეს არის კრიტიკული მაჩვენებელი რომ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა გაითავისოს რომ ვერც ამერიკის შეერთებული შტატები ვერც ევროკავშირი ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეცვლის საქართველოში ხელისუფლებას და ვერ მოახდენს ცვლილებებს. ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ადამიანმა და საქართველოს ბედშევას ბანალური თქო, მაგრამ საქართველოს ბედი ნამდვილად უნდა წყდებოდეს საქართველოში, თბილისში და არა თქვათ სხვა დედაქალაქში. რა თქმა უნდა, შესაძლოა დასავლეთი იყოს გარკვეულწილად დამხმარე ფაქტორი ამ პროცესში, მაგრამ ძირითადი ბირთვი და ძირითადი ასე ვთქვათ ცვლილებების ძალა უნდა საქართველოში იყოს და ეს უნდა თითოეულ ადამიანმა გაითავისოს რომ ამის თუ ეს ადამიანების კონსოლიდაცია არ მოხდება და ისინი ვერ გაიაზრებენ რომ ვიღაცა რაღაც მესამე ძალა მოვა და ვერთი ჩამოვა და რაღაც ატიპიური გონებრივი მოვლენები ეს ესე ცვლილებები ვერ მოხდება. ანუ სანამ თითოეული ადამიანი არ გაითავისებს, რომ მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული ცვლილებები და ჩვენ გვაქვს იმიზალო, რომ ეს ცვლილებები გავაკეთოთ და არა სხვა აქტორებს ხო მანამდე მაშინ ჩვენ წარმატებას ვერ მივიღებთ. პრინციპში ხალხი და ალბათ ეს ხდება, ალბათ არის ნამდვილად ხდება პოლიტიკური ელიტის შემდგომ ისინი აკოციარებენ აქ ვაწყდებით პრობლემას, თითქოს აუთსორსინგს აკეთებენ საკუთარი პროფესიით. პოლარიზაციის შემცირება მდგომარეობს იმასე, რომ ამ ერთიანი იდეისული უნდა მოხდეს გაერთიანება არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანების, რომელსაც ცვლილებები უნდა და სწორედ ეს ერთიანი გაერთიანება თუ მოხდება და პოლარიზაციის შემცირება ძალაუნებურად და ამაზე დამატების სწორი სტრატეგია შემუშავდება, მას ცვლილებები გარდაუვალი იქნება. ეს არის მოცემულობა, ეს არის გამოცდილება ისტორიული და ასე შემდეგ და თუ ჩვენ ამას მივახცევთ, ნამდვილად წარმატება. აქ შეგვიძლია დავასრულოთ და მადლობას მოგიხდე გადაცემა პრინციპში ინტერვიუ, მადლობას მოგიხდე სტუმრობისთვის და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამ სეზონზე ჩვენი ბოლო ინტერვიუ იყო, სექტემბრიდან დავბრუნდებით, განსხვავებულ ფორმატში თუ არა ადგილიდან მაინც და რომ ამ რეალობიდან გამომდინარე მაინც შევეცდებით რომ სხვადასხვა სიახლეების შემოგთავაზოთ იქამდე კი მე კვლავ გთხოვთ როგორც ყველა ინტერვიუს ბოლოში სხვადასხვა ფორმით შეგეძინათ რეალპოლიტიკას ხარი დაუჭიროთ აი ეს არ გულისხმობს მაინც ფინანსურ ხარდაჭერას თუნდაც ერთი გადაზიარება მოწონება ან კომენტარის დაწერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მადლობა ყველას ვინც თავს გადავნებდა და შეხვედრამდე